მოგესალმებით ბიჭებო და წარმოგიდგენთ PES Serbia parts, რომელიც ავტორთა საიტზე და რა ვიცი, მე მგონი უნდა მოგეწონთ ძალიან კარგი პატჩი არის. დავით, როგორ ინსტალირდება ამ გაკვეთილში ამას განახებთ. პირველ რიგში ამ არქივების შემდეგ ნახავთ ამ სამ პაპკას: პატჩის ინსტალერს, DLS-ების ინსტალერს და ფორმების და სახეების ინსტალერს, GDB ინსტალერს. პირველი ვაინსტალირებთ პატჩს, აქ არის ორი ინსტალერი. 2 და 2.01. 2 არის ჩვეულებრივი პატჩი, 2 და 1 განახლება. მაგრამ ჯერ ვაინსტალირებთ ორს. ჩავთავთ run, next და მიუთითებთ აი აქ თუ არასწორად არის აქ მითითებული, ზუსტად უნდა ჩაწეროთ, ანუ უნდა მოძებნოთ ის ადგილი, სადაც პატჩი გვაქვს. D-ში გვაქვს, C-ში გვაქვს, ასე უნდა ვანახოთ, ზუსტად მიუთითოთ და OK. და შემდეგ next და დაინსტალირდება. მე უკვე დაინსტალირებული მაქვს, აღარ ჭირდება. ამის შემდეგ განახლებას არ ვაყენებთ ჯერ. ამის შემდეგ ვხსნით GDB-ს. ანუ ხო, GDB ინსტალერს და ვაინსტალირებთ იქვე. აი ესევე აქვე ზუსტად იმას მიუთითებთ, რაც წინა შემთხვევაში. ასევე დაინსტალირებული მაქვს არ მინდა. ხოლო შემდგომ უკვე განახლებას 2 და 1-ს. ეს რამეს გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს DLS-ებს, მანამდე დაარიანებთ თუ მაგის მერე, ასე რომ ამ პატჩში არ შეგეშინეთ. განახლებაც ზუსტად ისე უნდა დააყენოთ. ამ ყველაფერს რომ მოვჩებით, ხსნით PES-ის პაპკას და აქ გვქნით download folders. ხელით ეს მარჯვენა ღილაკი მაუსის new folder და დავარქმევთ აქ downloads. მე უკვე შექმნილი მაქვს, არ ჭირდება. ამ download-ში უკვე ვაინსტალირებ DLS-ებს, აი DLS-ების მარტივი ინსტალერი. ანუ ეს ინსტალერი შეიძლება შეინახოთ სხვა პატჩებშიც გამოდგებათ 6 და 10-მდეა ეს ინსტალერი და ნებისმიერ პატჩის დაყენება შეგიძლიათ ამ ინსტალერის დაინსტალირების შემდეგ. ოღონდ ამ შემთხვევაში პაპკაში ვაინსტალირებთ და ისე დაფარულ ფოლდერში, პროგრამ დატას დაფარულ ფოლდერში უნდა ინსტალირდეს. Run, next და აი აქ უკვე ამას კი აღარ უცითებთ PES-ის პაპკას, არამედ PES-ის პაპკაში შექმნილ download პაპკას უთითებთ და OK-ს მივცემთ. ეს ყველაფერი ჩაინსტალირდება აქ და უკვე ამის შემდეგ ყველაფერი მუშაობს. ახლა რა არის ჩვენი რითია კაი სერბული პატჩი? აქ შეგვიძლია სკორბორდები ავიჩვენოთ სხვადასხვანაირად, Apple-ით დავეთანხმოთ. მუსიკალური ორი პაკეტია Apple-ით დავეთანხმოთ. Replay გამეორების ლოგო გინდათ თუ არა, ესევე სტადიონების გრაფიკა გინდათ თუ არა და ფონტები მსოფლიო ჩემპიონატის გინდათ თუ არა იყოს. ყველაფერზე Apple შეგვიძლია. ასევე შეგვიძლია ორნაირი ექსეთი ვითამაშოთ. ერთი სერბელი მწარმოებლის NES-ას მიერ შექმნილი ექსეთი, რომელიც ოდნავ განსხვავებული ფეხბურთს გვაჩვენებს და მეორე default ჩვეულებრივი Konami-ის ექსეთი. ნების აი განახებთ, უბრალოდ დააჭირთ და ესე ირთვება. შვენიერი გრაფიკა აქვს, რა ვიცი, მე ძალიან მომწონს. თქვენს გირჩევთ. მე უკვე მუსიკალური პაკეტიც ამაქვს არჩეული და ეხლა დაინახოთ როგორი იქნება ეს ყველაფერი. Put some flags up in the sky, in the sky. And make them sad. გადასარევი პატჩია, ვისაც სულთ გადაიწერეთ და დააყენეთ ისე როგორც მეთქვი და ისე ამოვით. ხოთაშურის დამავიწყდა პატჩს აქვს საკუთარი ფაილ ლოდერი, რომელსაც წარმოადგენს PES Serbia და არქვეს აი დააკვირდით და თუ რამები ჩაყრაგინეთ აი ამ პაკეტში იყარება და GDB ფორმებიც ამაში.
ყველაფერი მუშაობს, აი ეს არ მუშაობს, რატომღაც fast starts რო ვაჭერ ინტროს არტოვებს, ასე რომ ამას შეეშვიდეთ, მარტო ფაილების შესაძლებლად გამოიყენეთ აი ეს პაპკა. კარგი, დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გისურვებთ წარმატებით დააყენოთ ეს პატჩი.